შენი ხედვა განსხვავდება კუზანოების თქვათ ისტორიული დინასტიისაგან. ვიცი ეს ოპერაცია დაუშვათ უფრო თანამედროვე მეთოდით შეგვიძლია გავაკეთოთ. ნომერ პირველი, ნომერ მეორე, ნომერ მესამე მოთხოვნადი ოპერაციები საქართველოში. მსოფლიოში პირველ ადგილზე ლიპოსაქცია. რა ჩარევებზე გითხოვს მაგალითად შენ ვარი როგორც ქირურგი. როცა მოდიან და მეუბნებიან, აი მინდა აი ასეთი ბარბი ცხვირი. მაგრამ ადამიანი ემოციურია. რო გავუკეთებ ოპერაციას, მე ხედავ როგორ ადამიანი აი თვალები აქვს ცოცხალი. შეიცვალა თუ არა შენი აზრით მოთხოვნები გამომდინარე აქედან? თუ თქვენ ეძებთ იდეალს, მოძებნეთ სხვა ქირურგი. რა უნდა გაითვალისწინოს ხალხმა, რომელიც მაგალითად ძუძუს იდიდებს იმპლანტების გამოყენებით? რაც შეეხება მგრძნობელობას, რა თქმა უნდა, რისკი არსებობს. ვინ უნდა იფიქროს, რომ მას ჭირდება ლიპოსაქცია? ლიპოსაქცია არ არის წონის კლების მეთოდი. ბლეფაროპლასტიკა სავარაუდოდ ნომერ პირველია სახეზე, ხო? ანუ ბოლო დროს ძალიან აქტუალური, პოპულარული გახდა წარბების აწევა. დუნდულიკები, დუნდულოები, ხო? ბევრად უფრო მეტი ყურადღება იქ არის დუნდულოებზე, შეიძლება სულ ბრტყელი გულმკერდი ქონდეს, მაგრამ დუნდულო უნდა ქონდეს. ენდობი თუ არა ინტუიციას საოპერაციო ბლოკში? დიახ. დაგიკავს თუ არა ქათამი? არა. მართლა? ეპიზოდის პარტნიორია წყალი მთის